დღეს კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდიაში შემოგვიერთდა სამირა ბაირამოვა. დღეს მისი ყოველკვირეული რუბრიკა დაეთმობა ქალი ადვოკატების საქმიანობას, რომელიც განსაკუთრებულ დატვირთვაზე მნიშვნელობას იძენს რეგიონებში. სამირა, შუა დღე მშვიდობის. შუა დღე მშვიდობს მეგობრებო. კარგად მშვენივრად. მზეც არ არის, კარგი არის, სტრესიკრილი არის. მზე ვერ გეტყოდი რომ არ არის. ესე იგი ამოვიდა რა უშავს. საქართველოში აი ისეთი არის რა, ყველაფერი იცვლება ძალიან მალე. ძალიან მალე მართალი. ხოთ ბუნებაც. მართალი ხარ. რა თემით ხარ მოსული დღეს? დღეს ჩვენ გვაქვს თემა რა ხდება რეგიონში ქალთოფლებების მხრივ და თვითონ ქალები როგორ არიან ქალების უფლების დაცვაში, ზოგადად ადამიანის უფლების დაცვაში. წლები რეგიონში ზუსტად ჰქონდეს პრობლემა, რომელიც არ ყვავდა ქალი ადვოკატი. ქალთა ძალადობის ნადირობის ქორწინების წინააღმდეგ ჩვენ მუშაობთ აქტიურად, მაშინ ვერ ფოლობდით. ქალები უნდათ რომ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ენაზე საუბრობს და ეს ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ არ იყვნენ ქალი ადვოკატები, იმის დამსახურება იყო რომ სტერეოტიპი რომ ქალის და მამაკაცის პროფესია, ამიტომ არ ირჩევდნენ ქალები ამ საქმეს. დიახ, სხვადასხვა ძალიან კარგად ჩანს რომ შეიძლება წოთა იწყინება მამაკაცი ადვოკატები, მაგრამ აი ნადირობის ქორწინების საკითხები ქალთა მიმართ ძალადობაზე არის მით ქალის თქვილს, ქალის ნამდვილ პრობლემას შეიძლება ვერ აღწერენ ისე კარგად. არაერთხელ ჩვენ გქონდა დაპირისპირება ადვოკატებთან ზუსტად ამის გამო, რომ აი ეს ქალი არის, მას აქვს უფლება და ამბობენ რომ ისინი უყვართ ასეთი ცხოვრება, თქვენ უბრალოდ ხელს უშლით და პრობლემას ქმნით მათი ცხოვრებას, არა და ძალადობა, რა თქმა უნდა, ძალადობა არის და მაგაზე იქ არ არსებობს, მაგრამ ან სხვადასხვა მიზეზი და რა თქმა უნდა ძალიან გაგიხარდა, რომ ჩვენთან უკვე თემში არის ძალიან მაგარი ადვოკატი და იურისტი ქალები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობენ ინფორმაციის გავრცელებაში, ცნობიერების ამაღლებაში, ასევე თავისი პროფესიით. ჩვენი სტუმრები არიან. დიახ, ჩვენი სტუმარი არის. დიახ, ორი და ედა გოჯაიევა და ლენა გოჯაიევა. ედა არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი დოქტორანტი, ლენა კი იურისტი და მაგისტრანტი. რატო აირჩიეთ პროფესია თან დებმა, იმიტომ რომ ძალიან არ არის ხშირი ხო, მაგრამ პირველი კითხვა ის დავსი ოჯახში ორი იურისტი და რა დაატრიალებს. რეაქცია იყო ნამდვილად ედა. მე დავიწყებ. როგორც ასეთი, მე პატარაობიდან ძალიან ბევრი პროფესიისადმი მქონდა ინტერესი. იურიდიული სფერო ერთ-ერთი მათგანი არ ყოფილა კაიხანი, მე-11 კლასამდე ალბათ. მაგრამ ერთ-ერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ მე მინდოდა ჩემი ოფისი, ჩემი ცალკე სივრცე, ჩემთვის რომ ასე ვთქვათ, მე მუშავა რაღაცნაირად დასაქმებულის ამპლუაში. ან უფრო დამსაქმებელი ყოფილიყავით. უფრო ან დამსაქმებელი, ან მინიმუმ ჩემი საქმით რო ვიყო დაინტერესებული, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს ვიღაცები რაც მითითებებს რომ აძლევენ. ჩემთვის ძალიან რთული იყო, ბავშვობაში ეგრე იყო და ეხლაც რა თქმა უნდა არაფერი შეცვლილა. მაგრამ მამა ჩემს უნდოდა რომ ნოტარიუსის გამხდარ ვიყავი. ისე იქიდან გამომდინარე, მაინც ქალის საქმეა და შენი ოფისი გექნება, შენთვის ყველათ მშვიდად იმუშავება და რაღაც მომენტში ჩემთვისაც მისაღები იყო. მაინც ოფისია, საქმეა, მაგრამ მესამე კურსზე ვიყავი, როცა დავიწყე ერთ-ერთ ადვოკატთან თანაშემწედ მუშაობა, ასე რა ვთქვათ, სტაჟირება დავიწყე და მე მივხვდი, რომ ეს უფრო ჩემი იყო და რა თქმა უნდა ძალიან დიდ პატივს ვცემ ნოტარიუსებს და მაგათ საქმიანობასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ადვოკატი მე მაინც მიმაჩნია, რომ ნოტარიუსობა ცოტა იურისტების ცოტა ღრმა საკის პროფესიაა, როცა უკვე ყველაფერს გაივლი, მე რეწყნარად დაჯდები და შესაქმეს გაიგე. ესე ამომეყო. როგორ არჩევანია ხო ის ხალხი ალბათ ინტერესებია. საერთო სპეციალიზაცია ვთქვით. რატომ საერთო სპეციალიზაცია? ძალიან რთულია, აი როგორც მაგალითად სამედიცინოში ზოგადი ქირურგები რო არსებობენ და ყველაფრის ქირურგები არიან, იგივეა სამართალში ადვოკატი როდესაც საერთო სპეციალიზაციას ირჩევს, იმიტომ რომ შეიძლება ერთ დღეს გქონდეს სამოქალაქო დავა სახლზე და მეორე დღეს გქონდეს სისხლის სამართლებრივი დავა, არ ვიცი, უმძიმეს დანაშაულებზე. რატომ საერთო სპეციალიზაცია? საერთო სპეციალიზაციის ადვოკატობა აპრიორი მას არნიშნავს, რომ ყველა სფეროში მუშაობ და ყველა სფეროში ხარ ისეთი მაგარი, როგორც უნდა იყო.
გამოცდა საერთო სპეციალიზაცია ჩავაბარე, იმიტომ რომ მაინც ისეთი საქმეა, რომ მაგალითად თუ არის საით გააგრძელებ. არა, ეგეც არის რა თქმა უნდა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ახლოს არის სფეროები ერთმანეთთან. შეიძლება გადასვლა ისეთი რადიკალური არ იყოს, მაგრამ შენ მოგიწევს ასევე საქმეში მაგალითად მიმართო პროკურატურას, იცავდე დაზარალებული უფლებაც, სასამართლოში რო ითხოვ მაგალითად ზიანის ანაზღაურებას, თაღლითობიდან გამომდინარე სიტყვაზე, იქაც შეიძლება თაღლითობის საქმეზე მოგიწევს დაზარალებული ადვოკატოვაც. და მაგიტო ავირჩიე, რომ მქონოდა და თუმცა ძირითადად რა მიმართულებით მუშაობთ? მე მაგისტრატურა კერძოს მიმართულებით ავიღე და სამაგისტრო ნაშრომი იურიდიული პირების და ინტელექტუალური სამართლის კვეთაზე იყო საფირმო სახელწოდებებთან მიმართებით. დოქტორანტურაც ისევ იგივე ხაზით მიდის იურიდიული პირები, საქმიანი რეპუტაცია და დავამატე სოციალური მედიის ნაწილი. და უკვე გაქვთ ოფისი საკუთარი? კი, გვაქვს. უკვე გაქვთ ის პრინციპში ჩანაფიქრი და სურვილი რაც იყო ბავშვობის, რა თქმა უნდა. უკვე ხორციელდება ხო ამ ეტაპზე. ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გოგოებისთვისაც ძალიან დიდი мотиваცია და მხარდაჭერას მივკითხულობ კომენტარებს ხოლმე, ედას წერს და აკეთებს ბლოკებს. კი, ინსტაგრამით დაინტერესებული ვიყავი ესეც ისევ პატარაობიდან და 2021 წელს გადავწყვეტე ბლოგი შევქმნი, სადაც ერთად სამართლებრივ საკითხებზე ვაზიარებდი ინფორმაციას. დღეს მდგომარეობით შერეული სისტემაა რა, რა მიშობა აქ ყველაფერს რეგიონში და თქვენს რეგიონში? რამდენად მაღალი არის? არ ვიცი, გოგონები არიან მხოლოდ ადრესატები, ალბათ არა მხოლოდ, მაგრამ თქვათ იგივე გოგონების შემთხვევაში ასეთ საქმეს რამდენად დიდი მნიშვნელობა? ბლოგის შექმნის ეტაპზე ძირითადად ქალბატონებთან მქონდა კონტაქტი, სტუდენტობის ეტაპზეც, იმიტომ რომ მაინც უფრო ახლოს გრძნობენ თავს და უფრო უნდათ რომ სოლიდარობის ნაწილშიც უფრო ახლოს არიან ჩვენთან, თუმცა დღეს ვერ ვიტყოდით, რომ მხოლოდ ქალბატონებთან ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ქალბატონებთანაც, მაგრამ სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე არიან და რაც შეეხება რეგიონში პრობლემურია ზოგადად ენის პრობლემა. ადვოკატები აყვანის ეტაპზეც, ზოგადად სფერო ისეთია, რომ თუ არ ხარ იურისტი, რაღაც თემების გაგება, სასამართლოს ეტაპები, ამის გაზრება, გაგება ცოტა რთულია. რამდენიმე ფრონტზე იბრძვის ამ დროს იურისტი. მაგას ძირითადად ისეთი აპრიორი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის შენთვის კლიენტი. ეს კლიენტი, ეს იურიდიული ტერმინი არის ზოგადად, ეს არის ადამიანი, ვისაც სჭირდება, ასე რომ ვთქვათ, იურიდიული დახმარება. შესაბამისად, ამისთვის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ასე რომ ვთქვათ, დედრობით ისქეს წარმომადგენლები ვართ, აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან მოდიან კი ბატონო, ამ შემთხვევაში ძირითადად ის არის, რომ ენის პრობლემა არ არის ჩვენ შემთხვევაში, ქართულ ენაზეც შეგვიძლია საუბარი და შემდეგ ვისაც ვინც იგებს ჩვენ შესახებ, ესე ხოლმე ზოგადად კმაყოფილი კლიენტს ყოველთვის მოყვება ბევრი. რომელ რეგიონში ხართ თქვენ სადგურთ ოფისი? ჩვენი ოფისი თბილისშია, მაგრამ ჩვენ თბილისშია. თუმცა რეგიონალური მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი ხომ ასეა, იმიტომ რომ მაგალითად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა გამოწვევა რეალურად, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ენის ბარიერის გამო, ხო? რამდენად მოგმართავენ უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საკუთარი უფლებების დასაცავად, იმიტომ რომ კიდევ მეორე კომუნიკაცია პირველია და ალბათ მეერე მოდის უკვე დანარჩენი. ძირითადად ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობ, თუმცა რა თქმა უნდა ქართველი კლიენტებიც ყავს თბილისიდან, მაგრამ რეგიონებიდან მომართვიანობა უფრო მეტია, გამომდინარე იქიდან რომ აქვთ ენის ბარიერი და ისედაც რთულია ამ ყველაფრის გაგება და როდესაც ვიღაცა სხვა ენაზე გიხსნის ზოგი არის მაგალითად რუსულიც არიცის და უწევთ მესამე შუამამავლის დახმარება, რომ ადვოკატი შუამავალს უხსნის, შუამავალი კლიენტს უხსნის და შუაშიც იმდენი ინფორმაცია იკარგება, რომ რაღაცნაირად ცოტა შემდგომში უკვე ადვოკატების მიმართაც ნდობას კარგავენ, იმიტომ რომ იმ შუამავალს კიდე თავისი ინტერპრეტაციები აქვს, რაღაცებს ისეც ვერ ხდება და ამ დროს ყველაფერი ნდობა არის. როდესაც იურისტს მიმართავს ადამიანი, ფაქტობრივად მან უნდა ენდოს მას, ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს, რაც მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა, ეს უნდა უზრუნველყოს თვითონ იურისტმაც, რომ მან თავი კომფორტულად იქნოს ყველა ინფორმაცია მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ძალადობას აქვს ადგილი, ქალთა მიმართ ძალადობას და ასე შემდეგ.
მან კომფორტულად უნდა იქნოს აუცილებლად თავი და მოაწოდოს ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის არის აპრიორი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მათ არ იციან, რა თქმა უნდა, არც არიან ვალდებულები რომ იცოდნენ, რა სახის მიმართულება უნდა მიეცეთ მათ საქმეს, როგორ უნდა გადაწყდეს მათი საქმე და ასე შემდეგ და რა ორგანოს უნდა მიმართონ, სასამართლოში რა სახის პროცედურებია და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, ეს არ არის მათი ვალდებულება, სწორედაც რომ ამ დროს ჩვენ ვერთვებით, როგორც იურისტები და ვეხმარებით მათ, რომ ეს წარიმართოს ეს პროცედურები შესაბამისად აუცილებელი არის რომ მათ მხრიდან კონდეს ნდობას ადგილი და მეორე მხრივ იურისტებაც უნდა უზრუნველყოს ეს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანად უნდა მოიკიდოს რომ ეს ნდობა ბოლომდე მოყვებოდეს როგორც ჩვენი მხრიდან ასევე მეორე მხრიდან. ასევე არის ჩვეულებრივ კომპანიების შემთხვევაშიც მეც საერთო სპეციალიზაციით მაქვს ჩაბარებული გამოცდები და სულ რამდენიმე თვეში ლიცენზია მეც მექნება. და ეს ძირითადად დამოკიდებული არის იმაზე, რომ შეიძლება ნებისმიერ ერთ საქმე გადაიზარდოს სხვა საქმეში. ეს საერთო სპეციალიზაცია ამაშიც გვეხმარება მე და ედას. იმიტომ რომ თუ რაღაცა სხვა პრეტენზიით მოდის თუნდაც კლიენტი, შეიძლება სხვა ისეთი რამე მოგვიყვეს, რომ ჩვენ მას აუხსნათ, რომ ეს თუნდაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და ასე შემდეგ. თუმცა ის მას არნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულები ვართ, რომ ეს საქმეები ავიღოთ, ხო? ეს შეგვიძლია გადავამისამართოთ თუ უფრო კომპეტენტური სხვა ადამიანი არსებობს ამ კუთხით. კიდე რა მაინტერესებს უფლებო დამცველებზე ხოლმე არის ეწოლა თუ საქმე ხება წავადობაზე და მადრიდ ქორწინებაზე ხების მხრიდან მეორე ოჯახის მხრიდან ატოყოს შემთხვევაში როგორ არის და კიდე არის მეორე ფაქტი თვითონ ქალებსაც ხო აქვს ეწოლა თავის ოჯახის მხრიდან ან მეორე ოჯახის მხრიდანაც და შუა გზაში ჩერდებიან ხოლმე არ უნდათ პროცესების გაგრძელება აი ეს გამოცდილებაზე თუ გაგვიზიარებთ ამასთან დაკავშირებით იმას ვიტყოდი რომ გამოვყოფდი ორი კატეგორიის ქალებს, რომელთაც გააჩნიათ ეკონომიკური თავისუფლება და რომლებსაც არ გააჩნიათ ეკონომიკური თავისუფლება. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვისაც აქვს ეს ეკონომიკური თავისუფლება, ან მუშაობენ, ან აქვთ შემოსავალი, შუა გზაში შეიძლება ითქვას, რომ არ ჩერდებიან. ბოლომდე მიყვებიან საქმეს, მაგრამ რთული ეტაპები არა თვითონაც რომ მოდიან ჩვენთან, ყვებიან თუ როგორი ზეწოლა ოჯახის წევრების მხრიდან, ოჯახის დანგრევა ზოგადად რთულია და მე ძალადობის შემთხვევაში პოლიციასაც რომ მიმართო და ეს საქმე რო იზრდება, ხშირ შემთხვევაში ერთ სოფელში არიან ან მეზობლები არიან, ნათესაური კავშირები მჭიდრო აქვთ ოჯახებს და ამ ყველაფერს ხვდებიან ხოლმე, მაგრამ ვისაც აქვს ეკონომიკური თავისუფლება, არ არის მამამის თავის ძმაზე ან სხვა ვიღაცაზე დამოკიდებული, უფრო მტკიცედ დგას თავის პოზიციაში, თუ არ უყვარს მაგათაც ის მოძალადე, ისეთ შემთხვევებიც არის, რა თქმა უნდა, რომ სიყვარულის გამო მე რა უწევთ ხოლმე უკან დახევა, მაგრამ მეორე შემთხვევაში, ვინც არის დამოკიდებული ოჯახზე, უწევთ ხოლმე ძირთადად იმ ხაზით. ლენა, რამდენად იცვლება აღქმების საზოგადოებაში და რამდენად თქვათ, არ ვიცი, საკუთარი უფლებების დასაცავად, თუნდაც გოგონების მომართვიანობა ხომ არ არის გაზრდილი, ან რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რომ ცნობადობა გაიზარდოს? ცნობადობის გაზრდის კუთხით სამწუხაროა, რომ ეკონომიკური თავისუფლება დღეს არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს, სამწუხაროდ შეიძლება ქართველებსაც კი არ ქონდეთ ეს ეკონომიკური თავისუფლება და მოგეხსენებათ, რომ ეს ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი არის ოჯახში ძალადობის და ამ შემდეგ, როდესაც უკვე პირი, ეს ამ შემთხვევაში ქალბატონი ვალდებული ხდება, რომ მიეჯაჭოს მას და შესაბამისად ის ვერ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მან უნდა რეალურად მიიღოს ამ საღადმოაზროვნე ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ დროს, რა თქმა უნდა, იწყება სამირამ ძალიან კარგი კითხვა დასვა, თუ რამდენად არის წინააღმდეგობა თვითონ ადამიანების მხრიდან, თემის მხრიდან. ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის, იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობა ის უბრალოდ ეს ჩვენი საქმე, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესე იქნება, ეს შეჯიბრობითობის პრინციპი არის და ვინც კარგად აკეთებს საკუთარ საქმეს და შეუძლია უფლებების უკეთესად დაცვა, მაგან უნდა მოიგოს. და შესაბამისად როდესაც ადამიანი და თვითონ თემიც არ არის ინფორმირებული, წინააღმდეგობა ეს ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე აუცილებლად ყოველთვის ყველგან იქნება, ხო? შესაბამისად ეს უბრალოდ ესე არის და იქნება. ეხლა გარკვეულია რომ კი ბატონო ინფორმაციის ქსელი ეხლა არის. მაშინ საერთოდ ჩვენთან სახლში მოდიოდნენ ის ადამიანები, გარწერდნენ პირდაპირ მოდიოდნენ რა შენი საქმე არის, ჩემი ოჯახის საქმე. ხო, ეს დამოკიდებულება ალბათ ერთ-ერთი მთავარი
თავარი პრობლემური წერტილია ალბათ ესეთი ტიპის დავებში, რომ ეს ხომ რეალურად არ არის რაღაცა ერთი პატარა დავა, ეს არის ცოტა კომპლექსური საკითხი, რომელიც კონკრეტულ თემებს ახასიათებდა და კონკრეტულ რეგიონებს ახასიათებდა. ამიტომ ალბათ ბუნებრივია ის, რომ ეს ზეწოლა იგრძნობა. თუმცა ამის მიღმა რა მთავარი პრობლემით მოგვართავენ რეგიონებიდან? ეთნიკური უმცირესობები. რა არის ის მთავარი და ალბათ გამოკვეთილი დავები, რაც თქვენს პრაქტიკაში უმეტესად იკავებს ადგილს. მე გამოვყოფდი პირადად ბანკთან არსებულ პრობლემებს, როდესაც სარჩელით მიმართავენ ხოლმე სასამართლოს მანდ ხა თავისი ეტაპები აქვს ვადები, ну ფოსტით ორჯერ უგზავნიან ხოლმე მხარეს და ჩაბარებიდან 10 დღე ვადა აქვს, რომ შესაძლებელი წარმოადგინოს, ან შეიძლება პოლიციას მიაქვს ხოლმე მე საჯარო გამოცხადება და რომ არიციან, რომ 10 დღის ვადაში ეს შესაძლებელი დასაწერი სასამართლოში წარსადგენი, ან დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რო არ აქვს, დაუსწრებელი ნიშნავს, რომ მხარე რომც არ გამოცხადდეს, მაინც მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ ეტაპს უგულებელ ყოფენ. და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დგება, მერე ახსნება დგება, ну იპოთეკით თუ არის დატვირთული ან კიდე თუ ქონება გააჩნდა, მერე გამოსახლების ეტაპზე. ძირთადად უკვე აღმასობელი რომ მიადგება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და გამოსახლების პროცედურებია დაწყებული, იქ ხდება უკვე იმის გაზრება, რომ თურმე იურისტი და ადვოკატი საჭირო ყოფილა. თუმცა იქამდე რახან ენის ბარიერიც აქვს, სარჩელი რომ მოდის ვერც ხვდება ვინ რა ხდება. და შესაბამისად, ну ერთ-ერთიც ანუ საბანკო დავები. არა მხოლოდ ეს ერთ-ერთი ენის ბარიერიდან გამომდინარე ეს გამოსახლების საოჯახო დავები ჩვენთვის ცოტა ისეთია. მე მაქვს ესეთი კითხვა. სამირა, რამდენად აქტუალურია პროფესია იურისტი რეგიონებში. იმიტომ რომ ჩვენ შენს რუბრიკაში ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ იმ დარღვევებზე, იმ პრობლემებზე, იმ ზეწოლებზე, რაც ამ რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. შესაბამისად, მათ ამ რეგიონებში უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ ასეა. ჩვენ სხვადასხვა სტუმარი ყოლია შენთან რუბრიკაში, მაინც ჩნდება კითხვა, რამდენად არის საჭიროება ამ პროფესიის აქტიურად არსებობის და თუ არის ეს საჭიროება, მაშინ თუ არის პასუხი თუ ყავს ეს შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტები რეგიონში. ნახეთ როგორ არის, თითქმის უკვე ბოლო 10-15 წელია, რაც მიმდინარეობს ეს განვითარება რეგიონში და იზრდება ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც უკვე ჩააბარა უნივერსიტეტში, მერე აგრძელებენ სამსახურს და აი თითქმის რაღაც უკვე საიმედო ბევრი შემთხვევები გვაქვს. თუმცა რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები. IT-ის მკვლელობის საქმეში ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენთან სხვადასხვა მიმართულებით პრობლემა. განათლების სისტემაში რა პრობლემა გვაქვს და ეს რეგიონში როგორ მწიმე არის. ადვოკატების მხრიდან რა პრობლემები გვაქვს და როგორ ცდილობენ გაამართლონ მკვლელობა და ტრადიციები, მენტალიტეტი და თვითონ სამართლის სისტემა და როგორ მუშაობს, აი ენის ბარიერები, რომ ტყუილად ამბობენ მოწმეები ამბობდნენ, რომ საერთოდ არ ვიცნობ ის ადამიანი არც არ გავიგიათ ეს შემთხვევა არა და ჩვენ სურათები, ფაქტები გვქონდა. აი ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი, ყველაფერს ძალიან კარგად დავინახეთ. ბავშვის უფლება, საბავშვო ბაღები, სკოლა, მასწავლებელი, ოჯახი, თემი, სახელმწიფო, თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობა, აი როგორ ისა ერთად მუშაობენ, რომ გაამართლონ თავისი საქციელი ის უსამართლიანობა. მაგრამ ამ ყველაფერს ახლა ჩვენთან რეგიონში მედიას აქტიურად მუშაობს უკვე ბოლო 5 წელია, აქტივისტებიც არიან, უფლებადამცველებიც არიან, აი იურისტი გოგოებით. კიდე ერთ დავამატებ, ვინც რეგიონში მუშაობს, ეს ადამიანები მარტო ერთ საქმით არ არიან დაკავებული. იურისტი რო ასებამავდროულად არის, ცნობიერების ამაღლებაში მუშაობს. გუშინ ჩვენ შეხვედრა ჰქონდა ადგილურ მედიასთან. ისინიც მარტო ჟურნალისტები კი არ არიან, ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. ჟურნალისტი ჩადის ტრენინგს ატარებს ადამიანის უფლებებზე, რავი, სხვადასხვა კატეგორიის. სპონსორად არ გამოდის, რომ ბევრი საქმე უნდა შეიცვალოს. აი ეს გვაქვს და მაგითო ერთი ძალისხმევით გვინდათ რომ ბევრ ამის მივახციოთ და ბევრი ადამიანს დავეხმაროთ.
პროფესია იურისტი. მოდი ესე ზოგადად შევხედოთ. დღეს იყო პერიოდი სელენასთვის არ გვიკითხავს თქვენ რატო ირჩიეთ? აი გარი საინტერესო. აი მაგედან დავიწყოთ. რატო აირჩიეთ ერთი? უფროსი ხარ. კი 3 წლით. თქვენ ხართ უფროსი 3 წლით? მე ვიტყოდი რომ ტყუპები ხართ. ესე გავხართ ერთმანეთს. რომელ წელს აირჩიეთ ეს პროფესია და რას გულისხმობთ? ისეთ რა მინდოდა მეკითხა. იყო პერიოდი მაგალითად 2008 წელი, როდესაც მე ავირჩიეს პროფესია, მაშინ აქტიური იყო ძალიან, აქტუალური იყო ძალიან იურისტის და ეკონომისტის პროფესია. და ივარაუდებოდა რომ შენ ან ერთი უნდა გამხდარიყავი, ან მეორე არ იყო დაუშვათ ესეთი აქტიური. ხო, არ იყო დაუშვათ ესეთი აქტუალური კომპიუტერული მეცნიერებები, პროგრამული ინჟინერია და ასე შემდეგ, რაც დღეს თანამედროვეობის პროფესიებია, ხო? მაშინ ესეთი ალტერნატივა იყო. დღეს ალტერნატივა ძალიან დიდია. ძალიან ბევრი პროფესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა დღეს აირჩიო და ამავე დროს ძალიან ხშირი ამ პროფესიათა ცვლაც, იმიტომ რომ ადამიანები ხვდებიან, რომ რაღაცა თუ არ მოგწონს, გაქვს საშუალება ასაკის მიუხედავად ნებისმიერ დროს შეცვალო შენი პროფესია. როცა თქვენ ეს პროფესია აირჩიეთ, აი დღეს როგორი ხედვა გაქვთ? აი რომ დაგაბრუნოთ იმ დროს ისევ აირჩევდით თუ არა და შეიძლება თუ არა მომავალი იურისტებს დაუშვათ უთხრათ, რომ ამ პროფესიით შენ შეგიძლია კარგად იცხოვრო. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა არის, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ესე გეტყვით, ანუ ეს იურისტის პროფესია არ მხოლოდ საქართველოში ნებისმიერ ადგილას არის ესეთი პროფესია, რომ შენ უნდა გქონდეს ამის უნარჩვევა. რაღაც სპეციალური უნარები უნდა გქონდეს, ეს ბრძოლის უნარიანობა, პასუხისმგებლიანობის შეგრძნება, უნდა შეძლო ის, რომ ნდობა მოეპოვა ადამიანების და ასე შემდეგ. აბსოლუტურად კომპლექსური არის და სხვადასხვა უნარჩვევა უნდა გქონდეს ადამიანს. მე რაც ვიცი ჩემი თავი, გამორჩეული თვისება მქონდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აი რაღაცა ვერ ვეგუებოდი უსამართლობას. ეს მქონდა შესაბამისად ერთ პერიოდი მინდოდა რომ ყოფილიყავი კარგად მახსოვს პოლიციელი, თუმცა როდესაც უკვე საქმეზე მიდგა და უკვე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, მივხვდი რომ შემეძლო ეს პროფესია მერჩიეს სამართალზე ჩამოყალიბებინ, იმიტომ რომ ძალიან ფართოა სამართალი, ეს არ არის მხოლოდ ადვოკატობა, შეიძლება გახდე ნოტარიუსი, როგორც ედამ აღნიშნა, ასევე შეიძლება გახდე, რა ვიცი, პროკურორი და ასე შემდეგ, ძალიან ფართო არის და მეც მივხვდი რომ აუცილებლად ჩემ თავს ვიპოვიდი, თუმცა აი თქვენს კითხვაზე უფრო კონკრეტული პასუხი რო გავცე, არის ის რომ რაღაც რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ კონკურენციაში. ეს იყო ადვოკატის უნარჩვევები და მან დამირჩიეს საუკეთესო სამ მონაწილედ და მე კომპანიაშიც მომიწვიეს და მან დავიწყე მუშაობა. აი, როდესაც უკვე უშუალოდ დავიწყე საქმეს მოუკიდე ხელი, ასე რომ ვთქვა და პრაქტიკაში კი. მაშინვე მივხვდი რომ კი ეს ნამდვილად ჩემი პროფესია იყო, იმიტომ რომ თუ რაღაცას ვიწყებდი, ვასრულებდი, ან ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ წარმატებით დამესრულებინა. ეს პასუხისმგებლობის შეგრძნება, როგორც კი ჩემ თავში ვიპოვე და ეს ბრძოლის უნარიანობა და ეს დავღალავი შრომა, რომ შემიძლია ის ლენა ვიყო, როგორიც ვარ და ის უნართვისებები, ეს რაც შიგნიდან მოდის, ეს სამართლიანობასთან დაკავშირებით, გამოვავლინო აქ, ეს დავინახე უკვე. და თქვენ შემთხვევაში როგორი, ანუ როცა ირჩევა პროფესიას იურისტა, მით უფრო ადვოკატობას, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელია რეალურად ჩემი აზრით. როცა ირჩევა ადვოკატობას პროფესიას, ხარ თუ არა და უნდა იყო თუ არა მორალურად მზად იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყო ბრძოლაში სამართლიანობისთვის და არა მხოლოდ სამართლიანობისთვის და რატომ? იმიტომ რომ ადვოკატს არჩევანის უფლება ხშირად არ გაქვს. შენ შეიძლება იცავდე მხარეს, რომელიც გულის სიღრმეში იცი რომ არ არის მართალი ამ ამბავში, თუმცა მის ინტერესები უნდა დაიცვა, იმიტომ რომ შენ ადვოკატი ხარ. ვერ ვიტყოდი რომ არ გაქვს არჩევანის უფლება, ეგ თავიდან მომდე შენზეა დამოკიდებული. შეიძლება საქმე დაიწყო და შუა გზაში მიხვდე, რომ სიტყვაზე ან დამნაშავა იყო, მაგრამ მე ამაში ცუც ვეფეს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ყველა ადვოკატს და ყველა ადამიანს ცხოვრებისაო თავისი პრინციპები გააჩნია. თუ ეს მის პრინციპებში ჯდება, რატომაც არ უნდა დაიცვას სიტყვაზე თუნდაც მკვლელის უფლებები, რაც ისედაც კანონით არის გათვალისწინებული. მე უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ სანამ აირჩევენ პროფესიას, უნდა დარწმუნდნენ ცხოვრებისეულ ღირებულებებზე და პრინციპებზე. შენ როცა უკვე ჩამოყალიბებული ხარ და ის შენი ღირებულება რა არის, შენი პრინციპი რა არის და რა მიმართულებით მიდიხარ, მე რა უკვე მარტივი ხდება დანარჩენი ყველა პროცედურა და საქმეებსაც რაც თავიდან აღნიშნეთ, რომ საერთო სპეციალიზაცია ადვოკატობა ხო რთული არისო და მე მგონია რომ კონკრეტული რაღაცა მიმართულება უნდა აიღონ და იმ მიმართულებით უნდა იყვნენ ძალიან მაგარი და სიტყვაზე ვიღაცა თუ იტყვის რომ
ვიცი, სოციალური მედიის რაღაცა ადვოკატი, ან უფლებადამცველი, ან თუნდაც ქალთა უფლებებზე, ყველას უნდა გაახსენდეს ის კონკრეტული სახელი და მგონია რომ წარმატებაც მაგას. რა ვუთხრათ იმ გოგონებს, ვისაც თქვათ ეს მიმართულება უნდათ აირჩიონ, თქვათ, თუნდაც თქვენს რეგიონში, რა სირთულეები იყო ამ გზაზე? ან თქვათ იგივე ოჯახიდან, როცა ორი და გადაწყვეტს, რომ ამ პროფესიაში წავიდეს, იყო თუ არა? სიმართლე გითხრათ, ჩვენ ოჯახის მხრიდან არანაირი არასდროს უფრო მეტიც მათ აზრი არ გამოუხატავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც დედაჩემი ასევე კი, ანუ არც დედაჩემ ყველა ეტაპზე ოჯახის მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, თუმცა გამოგიტყდებით და გეტყვით, ჩვენ ამ შემთხვევაში ენიდან გამომდინარე თუ არ ვიცი, რითი იყო გამოწვეული ამ ეტაპზე ყველა ის სირთულე გადავლახეთ, რაც უნდა გადალახოს იმ ადამიანმა, ვისაც უნდა რომ განვითარდეს და განავითაროს საკუთარი თავი, ეს იქნებოდა ენის შესწავლა, ინტეგრაცია, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ დავისახეთ მიზანი, ავირჩიეთ ეს პროფესია და გადავწყვიტეთ, რომ პრაქტიკაში ჩვენ სხვადასხვა ადგილებში ვიღებდით პრაქტიკას, სხვადასხვა ადვოკატებთან მუშაობდით და საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ უკვე დროა საკუთარ თავზე ავიღოთ ეს მართვის სადავეები, გავხსნათ ფირმა და შეუტიოთ. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ პროფესია იურისტი ერთ-ერთი ყველაზე რთული იურისტია სოფლიოში და თუ ამას ირჩევ პროფესია ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. ამას პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანების სიცოცხლეა შესაძლებელი. საჭიროებაზე ყავთ ახალგაზრდა. იმიტომ რომ მე მახსოვს ბევრი გოგონები ვინც ჩააბარა ამ მიმართულებით, მაგრამ რომ შესაძლებლობა არ ქონდა რიცოდეს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და განავითაროს. სტაჟირების ეტაპზე მივხვდები სწორ გზას ადგახარ თუ არა. ძალიან დიდი მადლობა დაგიმშვიდობები და მადლობა სამირა შენ ამ კარგი ადამიანების გაცნობის საშუალება რომ მოგვეცი.